ეხლა ვისაუბროთ, როგორ უნდა აღდგეს თვითმფრინავის მიმოსვლა, შეიძლება თქვენგან ღვინოც ვიყიდოთ, მერე შეიძლება დიდი თეატრით ჩამოვიდეს თბილისში, თქვენი ჩამოვიდეს ცეკვა თამაში გავმართოთ მოსკოვში და მერე ყველაფერი ასე ვთქვათ წინწავა და ყვაყოფილები ვიქნებით. ანუ აი რაღაცა თანამშრომლობის ილუზია უნდა შექმნან და აი ამ ილუზიის ფონზე აი მოხდეს ლეგალიზება იმისა, რაც მოხდა აგვისტოში. ჩემი აზრით ამის დაშვება არანაირად არ შეიძლება და ჩვენ ამას არ უნდა წამოვეგოთ არანაირად. ეს იმდენად ნათელია, რომ ამის არ დანახვა წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ეხლა ვერავინ ვერ აგრძალავს ადამიანებს შორის ურთიერთობებს დღევანდელ სამყაროში, რომ წავიდე მოსკოვში ან ვიღაც იქიდან ჩამოვიდეს, ჩვეულებრივი რაღაცაა. ადამიანებს შორის ურთიერთობა, რაღაც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის შეხვედრები, ურთიერთობები და ასე შემდეგ. შეიძლება ვიღაც კომერციულმა რაღაც სტრუქტურებმაც დაამყარონ, ივაჭრონ ერთმანეთთან, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია ახლა აი ასეთ ვითარებაში დიპლომატიური ურთიერთობები როგორ შეიძლება აღდგეს და აგიხსნით მე თქვენ რა მაქვს ხედველობაში. იმიტომ ამ საკითხზე ჩვენ გვესაუბრებიან მოსკოვში რომ ნუ ეს დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღდგეს, იმიტომ რომ ეს არაბუნებრივია, ეს არ შეფერება ჩვენს მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და ასე შემდეგ. როგორც კი საქართველოს ამნაბის გადადგავს, ეს იქნება აღიარება იმისა, რომ ჩვენ ფაქტიურად ვადასტურებთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დაკარგვას. ეს იქნება ხელმოწერა ჩვენი მხრიდან ამის დადასტურება ოფიციალური. ამას მოყვება ჯაჭვური რეაქცია სოფლიოს მრავალი ქვეყნის მიერ ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების. ამიტომ ამნაბაჯის გადადგმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩემი როგორც დამოუკიდებელი მის რა ქვია როგორ ვახსენებ ექსპერტის აზრია. დიდი ბოდიში ძალიან ეს დავამატეთ კიდევ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. არა, რუსეთს აქვს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები იმის თაობაზე რომ მან ჯარი უნდა გაიყვანოს იმ პოზიციებზე რომელიც მას ეკავა ომის დაწყებამდე. ახლა სანამ 30-40 კილომეტრში დგას ზარბაზანი ჩემ შვილებზე და შვილიშვილებზე მომართული. რანაირ ცეკვა თამაშზე უნდა ვილაპარაკოთ ახლა და რა მეგობრობაზე და იმაზე. კი ბატონო, შეასრულეთ ეს ისინი, თქვენ აიღეთ ეს ვალდებულება, თქვენ მოაწერეთ სარგოზისთან ამ ხელშეკრულებას ხელი და შემდგომ კი ბატონო, ალბათ დადგება დრო, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაც უნდა განვიხილოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ამის გაკეთება არაფერად შეიძლება. კი ბატონო, მაგრამ აი თქვენ მზადებით პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი. თქვენ ხაჭვეს მე ყველა სტუდენტს ურჩევ და ვისაც კი აინტერესებს საქართველოს წარსული და მომავალი, ყველას გირჩევთ იშოვეთ ეს ცივი ომი ბატონი ზურაბის დაწერილი, ფანტასტიკური ენით არის დაწერილი, მართლა გირჩევთ ყველა ამას კარგად მიადევდეთ თვალი და ესეთი რეკლამა შეიძლება თქვენი შეიძლება კაცო. მე მართლა ახტოვანებული ვარ. აკრძალული არა გაქვთ რეკლამა. არ არის აქ რეკლამა, აი თუ კი გვინდა ჩვენ მომავალზე ვიფიქროთ, აუცილებლად ყველამ უნდა წაიკითხოს ეს წიგნი და ძალიან კარგი მინიშნება გაქვთ თქვენ აქ ვიეტნამზე, ესა ბაბადიეთ იაპონიაზე. აი იაპონიას დღესაც ცივი ომი აქვს რუსეთთან. არ პატიობენ რუსეთს 45 წელს რომ კურილიის კუნძულები და სახალინი დატოვეს. დაატოვებინა სტალინმა. იქაც პრინციპი სტალინის სწორი იყო, იმიტომ რომ თავად იაპონელებმა ვირეშმაკობა ჩაიგდეს პორტატურის ომის შემდგომ ის ტერიტორიები, მაგრამ რა არის, აი თქვენ რასაც ბრძანებთ, მე დაგითანხმებით და ნეტავით ყველა ფიქრობდეს ეს, რომ ჩვენ არავითარი დიპლომატიური ურთიერთობა არ უნდა აღვადგინოთ რუსეთთან. არავითარი ნორმალური ურთიერთობაც კი არ უნდა გქონდეს არც საკომუნიკაციო, არც ასე შემდეგ, რასაც აკეთებენ იაპონელები რუსეთთან მიმართებაში. ზუსტად ეს პოლიტიკა უნდა ავარჩიოთ, მაგრამ აპატიეთ რა, თქვენ ფიქრობთ ასე, მე ვფიქრობ ასე, ძალიან ბევრი და ესე ვთქვათ, მიუკერძოებელი ადამიანი ესე ფიქრობს. არ ფიქრობ ჩვენი ხელისუფლება ასე. იცით რა, მე უდურესობაში რაღაც ჩამithვალონ ესა და მე იაპონიას არავითარი დიდი სავაჭრო კონტრაქტები არ აქვს რუსეთთან დადებული. თევზის რეწვაზეც კი ომები აქვს ერთმანეთთან.
რატო ვაძლევთ ჩვენ ემგურკეს? რატო არის მთელი ქართული ეკონომიკა რუსული? იცით, აი ამას მოგახსენებ. იცით რა შეასახმე? არც უნდა იყოს კორექტული ყოველთვის ფორმა დისტანცირება. აი, ურთიერთობებისა. მოდით გავახსენოთ მაყურებელს. არც გინება წრეგადასული საჭირო და არც აი ამ ტექსტში. ეს კი, მაგრამ ზავი არ დაუდიათ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იაპონიას საბჭოთა კავშირთან. არ დაუდიათ აი ამ ყურილების გამო. დიპლომატიური ურთიერთობაც მგონი მთელი 10 თუ 15 წელი არ ქონდა დადებული. აი, მოდით რა იაპონური მიდგომა ავირჩიოთ. აი, როგორც არიან იაპონელები რუსებთან ყურილების გამო, აი ისე ვიყოთ ჩვენს მათთან. იცით რა, ნუ ეხლა ურჩიოთ ჩვენს ბედნიერ ხელისუფლებას. პარალელები, ზუსტი პარალელები ალბათ გამეთანხმები არ ახდებოდა, მაგრამ რაღაცა თვალსაზრისით მართლა შეიძლება ხა პარალელის გავლება იმასთან, რაც აი ეს ახლა ეს პატარა წიგნი ახსენეთ ასეთი დიდი მადლობა ეთიკეტები. აი წიგნზე როდესაც რაღაც პატარა ბავშვი ვითარ. რუსთველადღეობები ძალიან საინტერესო. პარალელი შეიძლება გავავლოთ ცივ ომთან, მაშინ როდესაც ორად გაიყო გერმანია, ორად გაიყო კორეა, ორად გაიყო კვიპროსი, ორად გაიყო ვიეტნამი და აი ხა იაპონია ახსენეთ თქვენ. არის რაღაცა პარალელები, იცით? ამიტომ ეხლა ჩვენ ნაწილობრივ უნდა შევეგუოთ იმას, რომ აი ამ ტერიტორიების დაბრუნება დღეს და ხვალ ვერ მოხერხდება. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად აქცენტი უნდა როგორც იაპონელებმა, როგორც გერმანელებმა, როგორც კორეელებმა სამხრეთ კორეამ მხედველობაში, როგორც კვიპროსის რესპუბლიკამ გადაიტანა აქცენტი მთლიანად ქვეყნის აღორძინებაზე. აი ეს უნდა მოვახერხოთ რაღაცნაირად, რომ აი ეს საქართველო მომხიბლელი გახდეს დანარჩენი ტერიტორიებისთვის და ერთშვენიერ დღეს, როდესაც დაინახავენ, რომ ნამდვილად უფრო წარმატებული ქვეყანაა ეს, ვიდრე სამბისა ცხინვალის რეგიონი ან აფხაზეთი, რომ საქართველოს გაერთიანდეს ისე, როგორც გაერთიანდა გერმანია ერთშვენიერ დღეს, როგორც ნაბიჯ ერთიანდება კორეა და როგორც ერთ დღეს აუცილებლად გაერთიანდება კორეა. დრო დაჭირდება ამას და იმედი მაქვს მე, რომ სწრაფად უნდა მოხდეს ეს კორეა არ მახდებოდა. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ძალიან რთული და ძალიან ეს არის ჩვენი მთავარი ბრძოლა. კიდე რა მინდოდა? მაშინ აი ამ ხოლმე ამიხსენეთ ის ხუბუტიას კანტორის ის რო იყო ხუბუტიას კანტორას სანამ ვახსენებ, რა მინდა, ხო, მაგრამ ისე არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ აქ ვიყოთ მთლიანად ასე თქვა და საერთაშორისო პოლიტიკას არა ძალისხმევა ეხლა უნდა იყოს აქცენტირებული. აქ ქვეყნის აღშენებლობაზე და საერთაშორისო ასე თქვა ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარების გამოყენება ძნულად, კარგად, გონივრულად, საერთაშორისო სამართლის გამოყენება და ასე შემდეგ და ნუ რუსეთთან უნდა ვიყოთ მაქსიმალურად კორექტული. ის არხები დიალოგისა ვიყოთ რა მათთან. ნუ აი დავარქვათ ამ კორექტულობა შეიძლება არ არის რა მე რა მაგალობაში არ არის საჭირო უკიდურესობები არანაირი. არ არის საჭირო გინება, არ არის საჭირო შეურაცხყოფა, არ არის საჭირო თავმოყარეობის შელახვა, არ უნდა უყვეთ პროვოკაცია, ჩვენ არ უნდა მოვაწყოთ პროვოკაცია და ასე შემდეგ. აი ეს მაქვს ხედველობაში და ეს ეხლა კი არა, ადრეც ასე უკეთესი იქნებოდა და მომავალშიც ასე იქნება უკეთესი. უკიდურე ძალიან კარგი სიტყვა ზომიერება, რასაც ჩვენ არ ვამბობთ ხოლმე, დავხმაროთ ამ სიტყვას. ყველაფერში არის საჭირო ზომიერება. ქუჩაში მოქცევა ზომიერება, სამსახურში ზომიერება, ოჯახში ზომიერება, ჭამაშმაში ზომიერება და პოლიტიკაში რაც თავარია ზომიერება. არ ვარ გადასული უკიდურესობები. ხო, ეხლა რაღაცა მე შევყევი ძალიან. მე მაინტერესებდა იმ ხუბუტიას კანტორაზე თქვენი შეფასება, მე მგონი გუშინ დამთავრდა ეს დღეს დამირეკა ვიღაც პროფესორმა გამოსვლა მინდაო ამ თემაზე. მე წარმომიდგენია ის შეიძლება რას ემსახურება და საერთოდ რეზოლუცია მიიღეს თუ არა. ესეც არის რაიმე რეზოლუცია აგვიხსოს ამბებთან დაკავშირებით ჰქონდათ? არ ვიცი ეს რეზოლუციის ამბავს ვერ გეტყვით მართალი რო გითხრათ. ეხლა დელეგაცია წასული იყო თავიდანვე ითქვა, რომ წავიდა მხოლოდ იმ ღონისძიებებში, საზღარი სიტყვა, მაგრამ კიდე რა სიტყვა არის, რა ვიხმარო, აი ეს უხმარო. ეს არის ხო, იმ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად ხო არ ვიტყვი რაც ინტრონიზაციასთან იყო დაკავშირებული, რა, ამიტომ იმ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რაც
ახალ დარჩეული რუსეთის პატრიარქის ინტრონიზაციას შეეხება. ამიტომ სხვა პარალელურ ღონისძიებებში